მარგარიანი. დაიწყო. ბრძოლა. დაიწყო. ზომავე მებრძოლები ერთმანეთს, ოკუჯავა იცვლის დგომს. დგომში კარგი მცდელობა. low kick-ი. კარგად მოძრაობს სომეხი სპორტსმენი. შესულისწავლება და შეიძლება ტექდაუნი იყო ხა. კარგი იქნება რომ პატამ გაამდიდროს თავისი მოძრაობა, გადავიდეს პოზიციაზე. აი ხლა და ზოგი არ უნდა დასტმოს ეს პოზიცია საერთოდ ყოველთვის თავისი სპეციფიკობით რომ ზურგს იღებენ მებრძოლები და უბრალოდ ამას საუბრობდით არ არის რეკომენდირებული ცარიელი კისერის აღება. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ შანსი აქვს ოკუჯავას რომ ჩატრიალდეს მუცლის მარჯვენა მიმართულებით და ხელს არ უნდა გაუშვას და სწორადაც მოიქცა. აკეთა. თითქოს გაიგო ჩემი და გარდი. უნდა იმუშაოს. ახლა შეიძლება უკვე ნახევარი რაუნდი გავიდა. მუხლის დარტყმა შეუძლებელია ბარძახში. კი, უნდა იმუშაოს გულები აიღოს. ესეთ ეშმაკობებს მიმართავთ ხოლმე, როცა გავდივართ საზოგადოებად. იგივე ქუსლის დარტყმები. მარგარიანი უფრო დგომის მოჩხუბარი ჩანს. ამიტომ ალბათ საბაზისო კრივი უნდა კონდეს. დგომიდან რასაც ვუყურებდი. ჯობია ალბათ ground pound. აი კერია, ნამდვილად კარგი პოზიცია ოკუჯავასთვის. ტაიმინგში დრო 2 წუთი გავიდა და დროის ხარჯზე მიაქვს რაუნდი. დიდად ვერაფერს ვერ აკეთებს მარგარიანი ქვევიდან. ალბათ მეტი აქტიურობა უნდა. ოკუჯავას პოზიცია უნდა გავიმჯობესოს. მარგარიანის მუხლის შეტანას, რაც მისცემდა სამიშენზე ასulis საშუალებას, თუმცა შეკრული გარდიდან რთულდება ყველაფერი. და შეეხება ოკუჯავას, შეუძლია ახლა ამოვიდეს და მძიმე კრაუნდ რაუნდი შესთავაზოს. შენლი 30 წამი რომ დაკარგოს პოზიცია. გააქტიურება და ფინიშზე წასვლა. შეიძლება რომ ზიანი მიაყენოს. მიიყვანოს კეიჯთან და იქ შეუულია მუშაობა. შეიძლება შეკრული ყავს მარგარიანს, თუმცა მარგარიანის ძალიან ცუდი პოზიცია. მარგარიანი დგომში ეცდება ხა მეორე რაუნდში გადაიტანოს ყურადღება და დრო მორჩა ნახოთ რაც შემოგთავაზებს სტუმრების კუთხე. რას ფიქრობ, რა შეიძლება დაუპირისპიროს მარგარიანმა მეორე რაუნდში ოკუჯავას? ოკუჯავა პირველ რაუნდშიც არის გაცუდად დგომში, საკმაოდ ეთყობოდა რომ ნამუშევარია დგომი. თუმცა ამოსმულიც ჭიდაობა ვერ ვნახეთ. ჯერჯერობით. მარგარიანის გრეპლინგი ვერ ვნახეთ. გრეპლინგი ვერ ვნახეთ, ხო. ნუ ეს დაცვაც ისეთი ქონდა. ქონდა იქ ზურგზე აცოცების მომენტი, თუმცა მოჭიდავენ ნამდვილად არ არის საბაზისო, ეხა ესე ადვილად არაფერი არ გაუკეთებია პრაქტიკულად ქვევიდან, მარტო უბრალოდ იჭერდა. ნახოთ თუ არ გაეთიშა ხელები. მეორე რაუნდში შეიძლება უფრო გააქტიურდეს. ნახოთ რა მითითებებს მიცემს Buran Fight Club-ის კუთხე პატა ოკუჯავას. პირველი რაუნდი ოკუჯავამ წაიღო დამაჯერებლად. მოიგო პირველი რაუნდი, ორი აზრი არ არსებობს. აკონტროლა, გადაყვანოს გააკეთა. დაიწყო მეორე რაუნდი. რაუნდის დაიწყო დგომში მიდის. ჯერჯერ low kick-ი გაცვალეს. ეხა აქეთ შემოვიდა მარგარიანი. მარგარიანი შევიდა საკმაოდ კარგად. იცავს ოკუჯავა. გალიასთან მიდის და შეიძლება ეხლა გილოტინაზე ფიქრიც. ისევე დაკეტილი აქვს ოკუჯავას, თუმცა მაგ პოზიციიდან გაუჭირდება ფეხი და შეხტობა შეიძლება წელზე. გარეთ აქვს ეს ფეხი და შიგნით უბრალოდ.
მუხლით ცდილობს ზიანის მიყენებას მარგარიანი. ეცადოს ოკუჯავა დაატრიალოს. ხა ოკუჯავას შეუძლია რომ ამოსმული დაიმეოროს, თუმცა ეხლა უკვე დაიკარგა პოზიცია. ექსპეხი არ უნდა მისცეს არავითარ შემთხვევაში. ხმადა შეუძლია ოკუჯავას ამოკეტოს ხელი და გადავიდეს. დაიცვა კარგად ეხლა ცდილობდა წერიდან ფეხიდან ამოსმულზე. მოგვერდზე და შესაძლოა ხა კონტრის გაკეთება შეიძლება ოკუჯავას მხრიდან მარგარინა აკონტროლებს კუთხეს. ეთერი მოუწოდებს აქტიურობისკენ. წუთნახევარი გავიდა მეორე რაუნდის დასრულებამდე, ხა შეიძლება შეხტომა. ჩაიყვანა მარგარინა. ფეხი უნდა აიღოს. შეიძლება შეხტომაც. კარგი იყო. შეიძლება უკან ბრუნის გაკეთება. ტკისოს აკონტროლებს მუხლები, კარგია რომ კუთხიდან და გამოვიდეს, აუცილებელია რომ ოსანა შეიცვალოს, თუმცა სომეხი კარგად აწვება. აკონტროლებს ჯერჯერობით მარგარიანი, დარჩა 1 წუთი. გალიდან კონტროლი იწერება თუ შედარებით მეტი აქტივი გექნება. ნახოთ როგორ დამთავრდება ეს რაუნდი. რა მოხდება რა? უთხრიან ხოლმე რუსები კანცოვკა. კი ბატონო, ბოლო წამები რა მოხდება? შეიძლება ძალიან კარგი ხდება. ცოტათი დაიღალა ოკუჯავა, ჯობია დაისვენოს ეს რაუნდი ალბათ და მესამე რაუნდში. გადამწყვეტ რაუნდში ეცა. შეინახო ზალები, დაიცვას თავი ჯობია. ნადირობა ოკუჯავას მხრიდან თავი დაკეტილი აქვს. გალიდან უნდა როგორიც შეიცვალოს პოზიცია, ხელი დაიჭიროს ეს აკუთხეზე. იმურაზე შეიძლება ნადირობა. რევერსი შეიძლება, თუმცა ძალიან ცუდად დრო დარჩა. ზურგზე ვერ იმუშავა მარგარიანმა პირველ რაუნდში, მაგრამ მეორე რაუნდში შეტევაში უფრო კარგი შტაბეჭდება დატოვა და საბოლოოდ გადაიყვანა ოკუჯავა. რამოდენიმე მცდელობის შემდეგ. ახეთ შემოვიდა ფეხში, თითქოს დაიცვა. ისედაც აიღო. კარგი ხანიც იყვნენ კეიჯთან და საბოლოოდ ლამაზი გდები ჩაიყვანა. ამ მნიშვნელოვანი რაუნდებს შორის უკვე ერთია. კი, ერთია რაუნდებს შორის. აკეთო გადატრიალების მცდელობა და აი, რო წამოდგა შეიძლება ისევ იგივენაირი ტექნიკით გადაეტრიალებინა და ზურგზე მოქცეულ ყოფილა მიიღო საპირისპირო საკმაოდ მაღალი გდება რევერსული აქ თავარია რომელი უფრო გამძლე არის, რომელი უფრო მომზადებულია ფიზიკურად. ნახოთ რა ურჩიეს ოკუჯავას. გადამწყვეტი რაუნდია ჩემი აზრით. შეიძლება აჯობებს რომ ისევ ეჭიდაოს. და ჩაიყვანოს და ოკუჯავამ უნდა იჭიდაოს, უნდა დაასროს. უნდა დაასროს. კომში კარგი ოვერჰენდი იყო. ოკუჯავა შესრულდა. ისევ შევა. სულ შევიდეს გადაიყვანოს. ისევ შევა მანუკიანი ასე მე მგონია. აიყოლიებს და მე შევარდება. კი, ასე მგონია. აი, ეცადა ეხა. თვითონ და გადაიყვანოს. თვითონ კრივში მუშაობს, მაგრამ აი კარგია. ისწრება მიიყვანე გალიასთან და გამოჩეხა. ხოჩა. ეხლა უნდა გადავიდეს თვითონ ზუმზე ეს უნდა მეთქვა და დაკარგა პოზიცია, უნდა შემოკარგდეს. და წამოდგეს ეხა. აი კარგად დატრიალდა. ბრავო კუჯავა. ხა შეიძლება ისევ მცდელობა ტეიქდაუნის. დარტყმებით შეიძლება. იმე დარტყმები მიიღო ოკუჯავა და გამოასწორებს პოზიცია. ისე ვიჭიდავებს სომეხი სპორტსმენი არ გარისკავს. პოზიცია გარდი და წამოდგეს ოკუჯავა. შეიძლება არბარზე მუშაობაც, ხელის დაჭერა. აწובה სახეზე სომეხი სპორტსმენი და ეცადოს ეხა ბატა ოკუჯავას შესაძლებელია ეხლა ხელის აღება და საკმაოდ გზელი კიდურები აქვს
შეიძლება საბმიშენზე გადასვლა. არ არის ბევრი და დარჩენილი და უნდა ამოხაჩოს დარჩენილი. აი ხლა არის კარგი მომენტი არბარისთვის. უნდა გარისკოს ეკუჯავენ საბმიშენ. აქტიურობს მარგარიანი. მარგარიანი კარგად გამოიყურება მესამე რაუნდში. აუცილებელია ეკუჯავენ იფიქროს ან წამოდგომაზე ან საბმიშენზე. აი ესეთ აუცილებელია დასრულება. არაფრით არ აწყობს თეთრ სპორტსმენს. აი ხლა რაუნდ ფაუნდი და მდგომარეობაშია პაატა. სასწრაფოდ უნდა საკუთრებულს არაფერს აკეთებს სომეხის სპორტსმენი უბრალოდ წევს და ground pound-ს აკეთებს და კუჯავამ უნდა იმუშაოს ახლა და შეუულია მას მეორე რაუნდში ქონდა ახლა როდესაც იდაკუთ აწვებიან ხოლმე სახელი ძალიან მარტივად შეიძლება გადასვლა ხრის სამკუთხედზე კი ბატონო ეს მომენტები არის აუცილებლად გამოსაყენებელი და უნდა გძლებდეს და იგზნოს კუჯავამ ეს მომენტი დარჩა 10 წამი აიღოს თუმცა განსახაროთ 10 წამი დასრულდა ორთა ბრძოლა ნახოთ რას გამოიტანენ საჯები როგორ ვერდიქტს გამოიტანენ ჩემი გაიმარჯვა სომეხმა სპორტსმენმა პატამ გაატარა დარტმაც შეძლო მეტი მცდელობა პარტერში პირველი რაუნდი მართლა ძალიან დიდად ჩაატარა მეორე რაუნდში ადვილად გადაიხვანდა მარგარიანმა და მესამე რაუნდში ქონდა შანსი რომ უკეთ მუშაობა ყოველ შემთხვევაში ასულიყო მკვნეულებზე და შეიძლება ამოატრიალებინა კიდევაც რომ არ გაეჭედა The judges have scored this contest for the winner by unanimous decision, Haik Margarian! კი ბატონო, გაიმარჯვა ჰაიკ მარგარიანმა, მიულოცოთ სომეხ სპორტსმენს გამარჯვება. მოსალოდნელი რეზულტატი. პაატას კი უსურვოთ წარმატებები შემდეგ ბრძოლაში.